საქართველო განთქმულია ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლით. თითქოს ღმერთმა თავისი მადლიანი კალთა აქ დაბერტყა და ღირსი გაგხვდა მრავალი ეკლესია, მონასტერი ჩვენში აღმართულიყო ღვთის სადიდებლად. იმერეთის მხარეში, სოფელ ჭალომაში საუკუნეების წინ ამ ადგილას უფლის სიტყვა იქა დაგებოდა და სიცოცხლის სულის ჩამდგმელი სიო მთელს თემს დაჰკრავდა. დღეს კი აქ ეკლესიის ნანგრევებს ხედავთ, თუმცა ამ მოჩუქურთმებული, ხავს მოდებული უშველებელი ლოდების მიღმა იმალება ისტორიული წარსული. სწორედ ამ ერთი მივიწყებული, თუმცა უმნიშვნელოვანესი ძეგლის ისტორია მინდა გიამბოთ, რომელსაც სოფელი ბარბარე წმინდის საოცავის სახელით იცნობს. უძველესი ტაძარი ბარბაწმინდა მდინარე ძირულის ხეობაში მდებარეობს, რომელსაც ისტორიულად ზემო ხეფინის ხევი ეწოდება. უნიკალური ტაძარის მიმდებარედ ეს არის წმინდა ბარბარეს საოცავის ძეგლი, რომელიც თარიღდება მე-9 საუკუნით. აღნიშნულ ძეგლს ჩაუტარდა ორ ეტაპად გარე რესტავრაცია. ეს იყო პირველი 2021 წელს, მოხდა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის შესწავლა, კერძოდ გამოჩნდა საძირკველი, გაითხარა რამოდენიმე ადგილები, ხოლო შარშან 2025 წელს ძეგლი ფაქტიურად მთლიანად იქნა შესწავლილი გარე დათვალიერების შედეგად. არქეოლოგიური დასკვნა არის ესეთი, რომ ტაძარი დაინგრა მიწის არამყარი ქანის და ქანების გამო, ანუ მოხდა რაღაც მონაკვეთის დაწევა და ამ გამოიწვია ტაძრის დანგრევა და დღეს ტაძარი არის ამ მდგომარეობაში და ვიმედოვნებთ, რომ ეკლესია აღდგება და დაუბრუნდება ძველ იერს. წმინდა ბარბარეს ტაძარი აგებულია მე-9 საუკუნეებში და დღეს ნატაძრალი სახითაა წარმოდგენილი. ამბობენ, ქვებს საუბარი არ შეუძლიათო, თუმცა ნანგრევები ღაღადებენ წარსულზე და მათ ისტორიაზე. ძეგლს ისტორიული თვალსაზრისით განსაკუთრებულს ხდის ტაძრის ტერიტორიაზე აღმოჩენილი კანკელის მოჩუქურთმებული ქვები, რომლებიც მისი მოყვანილობითა და დახვეწილობით მეტყველებს ტაძრის სიძველეზე. ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილია ქვა, რომელზეც დავითის ვარსკვლავია გამოსახული. ასევე ქვებზე ამოტვიფრულია ვაზის ლერწები, რაც მიმანიშნებელია იმაზე, რომ მეღვინეობა მე-9 საუკუნეში უკვე ფესვგადგმული იყო ამ ტერიტორიაზე. ამას ადასტურებს ასევე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი თიხის ქვევრებიც. ნატაძრალის საკურთხეველს მხოლოდ ერთი შესასვლელი აქვს, რაც ასევე ძველი საეკლესიო ბაზილიკური სტილია და ძირითადად მე-10 საუკუნემდე აგებულ რამდენიმე ტაძარშია შემორჩენილი. მათ შორის ერთ-ერთი არის ანჩისხატის ეკლესია თბილისში, რომლის ანალოგიც ფაქტიურად არის წმინდა ბარბარეს ტაძარი. ჭალომნის ბარბაწმინდის ნატაძრალი ძლიერ მადლიან სალოცავად ითვლება. მას არასდროს მოკლებია მლოცველი, თვით ათეიზმის პერიოდშიც კი. ტაძარში წირვა-ლოცვა გასული საუკუნის შუა წლებამდე აღესრულებოდა, რომელიც 2009 წელს განახლდა. ყოველ ბარბარობას სხვადასხვა სოფლიდან და მუნიციპალიტეტიდან იკრიბება მრევლი. ღია ცის ქვეშ ტარდება საღვთო ლიტურგია, რომლის მთავარი მონაწილეები ჩვენი ხეობის ახალგაზრდები არიან. ჩემთვის, როგორც ამ სოფლის მკვიდრისთვის, რომელმაც მოვირგე პატარა მკვლევარის როლი, საგულისხმოა ფაქტი, რომ ტაძრის ეზო სავსე ყოფილა ბზის ხეებით, მაგრამ დღესდღეობით ერთადერთი ძირია შემორჩენილი, რომელიც ტაძრის ნანგრევებზეა ამოსული. ეს ფაქტი გვაფიქრებს და ცხადყოფს, თუ როგორი მოფრთხილება და დაცვა სჭირდება წარსულის მემკვიდრეობას, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სისხლის ფასად დაიცვას. მრავალი ოფლი დაღვარეს იმისთვის, რომ ამხელა ლოდები შეეგროვებინათ, მოეჩუქურთმებინათ და ღვთის სადიდებლად ტაძარი აეგოთ. წმინდა ბარბარეს ნატაძრალის მაგალითზე ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ცდილობს დროისგან დაუნდობლად ნგრეული კედლები თავისი პირვანდელი დიდების შენარჩუნებას. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ისტორიული წარსულის მქონე ძეგლი აღდგება. როგორც დიდი ილია ჭავჭავაძე იტყოდა, უწარსულოდ აწმყო უფესო ენერგიაო და ჩვენი წარსულიც ხომ ჩვენ მომავალს განსაზღვრავს. გარდა წმინდა ბარბარეს სალოცავისა, ჩვენი სოფლის ტერიტორიაზე ვხვდებით სხვა ისტორიულ არქიტექტურულ ძეგლებს, რომლებიც სხვადასხვა საუკუნით თარიღდება. ერთ-ერთი მათგანია სანთელას ციხე, რომლის მდებარეობა სამი სოფლის გზაგასაყარს მოიცავს. ისტორიულ-კულტურულ ძეგლთა სიმრავლე ჩვენში განსაზღვრა სწორედ სოფლის მდებარეობამ უძველეს საქარავნო გზაზე, რომელიც დასავლეთს აკავშირებდა აღმოსავლეთთან.
ჩვენი პატარა სოფლის ისტორია ამით არ სრულდება. პატარა ხეფინის ხეობაში კიდევ გვხვდება სხვა ისეთი ადგილები, რომლებიც თავისი ღირებულებით იტყვიან სათქმელს. ჩვენი როგორც მომავალი თაობის სათქმელისა და მიზანიც ისაა, რომ ვიცნობდეთ ჩვენ სოფელს და გავაცნოთ ფართო საზოგადოებას, რათა არ დაიკარგოს პატარა, მაგრამ მადლიანი ხეფინის ხეობა, რომ მომავალი თაობები სწორად აღიზარდნონ და ისაზრდოონ ისტორიულ-კულტურული ღირებულებებით.